გამარჯობა. აი, კოცებს მინდა რა. მყარ კოცებს, ბაჯაღლო კოცებს რო მივმართო. აი, სულ ეხლა ხარ რომ დაიჭირეს ის თქვენი რაღაცა მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე რაღაც გაბუნია, რომელიც როგორც ამბობენ რომ სასწავლო ბაღის ფულები შეჭამა ბაგაბაღების და კიდე რავი სასწავლო დაწესებულებების და ასე შემდეგ. ჯერა კაცო ახლა ეს ის ერთადერთი შემთხვევაა თქვენი რომ ჯერა რომ თქვენიანი რომელიმე ღორი იქნებოდა და შეჭამდა ბავშვების ლუკმას. ამას ნამდვილად გააკეთებთ, მაგრამ მე მაგაზე არ მინდა რომ ჩავწერო ეს ბლოგი. მე იცით რაზე მინდა ჩავწერო ეს ბლოგი? აი სურათი რომ გამოაქვეყნეს ყობახიძესთან მიმართებაში რომელიღაცა ქოცურ შეხვედრაზე რო დგას და როგორ დგას და რა მიმიკით დგას. აი ესე თავმოხრილი, მოდრეკილი, როგორც მაშინ რო არის რა, რელიგიურ ეგრეთ წოდებულ იკონისტურ მხატვრობაში რო არის გამოსახული, აი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წინაშე რომ მოიდრეკ თავს და შენ ხარ ღმერთი ჩემი და შენ ხარ უფალი ჩემი და არა იყვნენ სხვა კერპნი შენსა გარეშე, აი ესე დაახლოებით აი ესეთი გადმოცემა რო აქვს რაღაცა რა და სამაგიეროდ კოცებმა რა გაუკეთეს უტირეს ყოფა გლიჯეს ციხეში. აი ეს არის თითეული კოცის ბედი და მომავალი კოცებში და კოცობისთვის. აი ეს არის ის გაბუნია ხარიბაშვილზე დიდი კოცი არ იყო და მაგალითები გაქვთ იმისი როგორ შეიძლება დაასრულოთ, არა თუ გააგრძელოთ. როგორ შეიძლება დაასრულოთ? და ხარიბაშვილსაც ეგონა რომ ვერავინ ვერ შეეხებოდა, მაგრამ ბიზნამ გაწირა. ამ გაბუნიასაც ეგონა რომ არავინ არ შეეხებოდა და მაინც გაწირა. თქვენ გამოვიტანეთ ახლა დასკვნები მაქედან სად მიდის ის გზა ბიზნას რომ იყავხართ თქვენ კოცობის გზა რა არის და გამოსავალი რა შეიძლება იყოს მაგიდან. მაგრამ ერთი უბედურება არის რა, კოცი თუ გახდი, სულით კოცი თუ ხარ, ვეღარასოდეს გახდებდი მერე კაცი. როგორც ნაცი თუ იყავი, კაცი ვეღარ გახდებდი. უბრალოდ თქვენ შვილებს, თქვენ მომავალს რაზე ყიდით ბიჭო? რაზე ცვლით ბიჭო, თორე ეგ ზოგადად რა, ზოგადად რო იცოდეთ, რომ თქვენი ბედი და თქვენი წარსული, თქვენი ურთიერთში და პარტიული დამოკიდებულებები, ჩაშვების, გაყიდვის, ციხეში დაჭერის ეს ნაკლებად მტკივა გულზე, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა თქვენი ვირთხული ცხოვრების და ასეც უნდა დაამთავროთ, ერთმანეთი უნდა შეჭამოთ, ერთმანეთი უნდა მოსპოთ, აბა როგორ უნდა იყოს ეს. უბრალოდ იფიქრეთ რა, სიუჟეტზე მარტო ეს სურათი რო დაიდო იკონისტურ ჟანრში, თავს რო უხრი და თან როგორ იცი მოდრეკით, მაგრამ ის თავი ხო შეაყოფიეს საკუთარ უკანალში, ხო არ დაინდვეს იმის გამო, რომ კოციქურუმი იყო. აი ესე მოგიწევთ თქვენ და ვინც უფრო ქვედა ეშელონის კოციქურუმი ხართ. სად ის და სად თქვენ? ამაზეც დაფიქრდით მაინც რა.